იმდენად ჩქარა მოხდება ახლა წარმატება და დიფერენციაცია საზოგადოებებს შორის, რომ ჩვენ თუ რა თქმა უნდა არ აუწყოთ ფეხი, ჩვენ ძალიან ჩამოვჩევით. Ყველა კვლევა აჩვენებს, რომ განათლების სფეროში გვიჭირს. დავფიქრეთ იმაზე, რომ ჩვენ ახალგაზრდა თავებს გქონდეთ თანამედროვე ცოდნა, ჩვენ გქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ტექნოლოგიურ რევოლუციის დროში ვცხოვრობთ ახლა. ძალიან სწრაფი. საქართველოს უნივერსიტეტში მაგალითად ძალიან ძლიერი ცენტრი იქნება ბიოტექნოლოგიებში, ძალიან ძლიერი ცენტრი იქნება ელექტრონულ ინჟინერიაში, მათ შორის კიბერნეტიკული ორგანიზმი, რაც კინოებში გვინახავს და ასე შემდეგ, ეგ რეალობა შეიძლება დადგეს, როდესაც რობოტს ექნება ადამიანისები და ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რავი რობოტის ხელი. კი, ადამიანის კიბორგიზაცია. ჩვენ შეგვეძლება ჩვენ გენომში ისე ჩავიხედოთ, რომ მაგათ გავიძლიეროთ, თქვათ, მუსიკალური ნიჭი ან რაღაც კოგნიტური შესაძლებლობები. მაინტერესებს, რამდენი საინტერესოები შეიძლება ვიყოთ სხვებისთვის, გარეთ სამყაროსთვის. უნივერსიტეტის განვითარების შემდეგობი ეტაპი და სხვა უნივერსიტეტებისაც საქართველოში ეს უნდა იყოს, რომ ჩვენ ტექნოლოგიების გამყიდველი ექსპორტიორები უნდა გავხდეთ და რამდენი კონკურენტუნარიანია ქართველი სტუდენტი. აუცილებელია შიდა კონკურენცია იყოს იმისთვის, რომ ყველაფერში ხარისხი აიწიოს. ცხრილიცაა გამოქვეყნებული, რომ პროფესიები გაქრება. რა პროფესიები გაქრება. ნიშნავს, რომ დაკარგული და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. უზარმაზარი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან. ამაზე არ ულა ბევრი. მაგრამ ეს პრაქტიკულად სახელმწიფო ხალხის ტოლფასი არის.